ვარ მარიამ იოსელიანი, 9 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა მუსიკა, სიმღერა და ცეკვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს სიმღერა. ბავშვობიდან მიყვარს სიმღერა და უკვე 2 თვეა ვარ ანსამბლ ზღვიშვილების წევრი. სახლში მაქვს კარგი მიკროფონი და სულ ვაწყობ კონცერტებს. ჩემი საყვარელი სიმღერა New York. დიდი ხანია მინდოდა ზღვიშვილებში შესვლა და ავიხთინა ეს ოცნება. ძალიან კარგი სიტუაცია, მით უმეტეს ჩემი კლასელის დედა არის დირექტორი. მაგ ვსწავლობ ქართულ და ინგლისურ სიმღერებს. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს ანტალიაში. ზღვიშვილებში მყავს 2 პედაგოგი, ხატია მასწავლებელი და ნონა მასწავლებელი. ორივე ისეთი კარგი მასწავლებელია, რომ კიდევ უფრო შემაყვარეს სიმღერა. მე ასევე მიყვარს ცეკვა და არ მაქვს უფლება არ ვიყო კარგი მოცეკვავი, რადგან ჩემი ბაბუა თამაზ ბეჟანიძე იყო ქორეოგრაფი. უკვე თითქმის 3 წელია ვცეკვავ ანსამბლ ლილეში. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ხელის თითების პოზიციის შესწავლა. ყველაზე უფრო გამიადვილდა ჩაკრული. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. სამაია არ მისწავლია, მაგრამ ეს სილეთი მოწონს. აი ასე რო დგა გოგო. ჩემს სახლში ცეკვავენ ბიჭების და გოგოებიც. ჩემი აზრით უფრო რთული ილეთები გვაქვს გოგოებს. ბიჭები კი დახტიან ბევრს, მაგრამ სამუხლეები უკეთიათ. ჩემი გეგმაა რომ ვიცეკვო 23 წლამდე. მერე უკვე მინდა რომ ჩემი პროფესია იყოს დიპლომატი. მაგრამ მერეც მთელი ცხოვრება მეყვარება ცეკვა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი თანაკლასელები, დირექტორი, მასწავლებლები, ყველაფერი კარგია და ვერთობი. ჩემს კლასში ყველაზე ჭკვიანია ნიკა ხარასი. ყველაზე მშვიდია სალომე კაკაბაძე. ყველაზე ბედნიერი არის სესილია გოგუაძე. მე ვარ ყველაზე მხიარული, ლამაზი და საინტერესო. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მაგდა კილაძე, რადგან ლამაზია, საინტერესოა და სულ პოზიტიური იდეები აქვს. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე დიპლომატი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი, ოღონდ ანალიზებს რო აკეთებს ის ექიმი. მე რომ მიკეთებდნენ სულ ხომტკიოდა და მე ბავშვებს გავუკეთებ. საკუთარი გამოცდილებით ვიცი როგორ არ ვატკინო ბავშვებს. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლაში. ვარ მე-3 კლასში და ვუკრავ ფორტეპიანოზე. მახსოვს პირველი დღე მუსიკალურში. შევედი გამოცდის კაბინეტში, იჯდა დირექტორი და მასწავლებლები. იქ იჯდა ხალი ფორტეპიანოსთან და რომ ეკითხებოდა რამდენი ტონია და აქ უკან ზურგზე მიგაკუნებდა 1, 2 და ხდებოდი რამდენი ტონია. და მე ვიმღერე გუნდის სიმღერა. უკვე გუნდზე დავდივარ. ჩემი ფორტეპიანოს მასწავლებელია შორენა ვარშავომიძე და სულ მიხარია მისვლა, რადგან ძალიან მხიარულია და საყვარელი. აუ რო შევედი როგორ მოვხდი საერთოდ მუსიკალურში მაგას. როგორ მოვხდი მუსიკალურში. ჩემს ნათესავს ქონდა კონცერტი, ჩემდაც და მე გამოვიხადე სურვილი რომ მეც მინდოდა სიმღერა და მასწავლებელს თხოვე რომ მეც მინდა სიმღერა და მასწავლებელმა მითხრა შემდეგ შაბათს მეწვია აქო. ხონდა მან აი შევედი და 3 წელია უკვე დავდივარ მუსიკალურში. ყველაზე კარგად მახსენდება ჩემი პირველი კონცერტი გუნდში. მიუხედავად იმისა, რომ შემეშალა და სხვა ხმაში გადავედი, მაინც ძალიან კარგი კონცერტი იყო. ახლა მინდა რომ ვიყო 13 წლის, რადგან მომწონს თინეიჯერობა. მე მყავს 2 ჩემსავე ძალიან ლამაზი და უფროსი და არის 20 წლის და ქვია ანი. ის არის ძალიან მხიარული, ლამაზი და ჭკვიანი. უმცროსი და არის 5 წლის და ქვია ნინია. ნინია არის ჩემი ნერვების მომშლელი, ცელქი, ლამაზი და მოუსვენელი. ყველაზე ხშირად ნერვებს მიშლის, როდესაც პლანშეტს მართმევს. ჩემი აზრით ნინია რო გაიზრდება, გამოვა ექიმი. მამიკო არის ძალიან ჭკვიანი, სიმპათიური და პოზიტიური. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ძალიან ლამაზი, მზრუნველი და თბილი. მე ვარ საშუალო დონის დიასახლის. ასე იმიტომ მგონია, რადგან საჭმელებს კი ვაკეთებ, მაგრამ როდესაც ვალაგებ სახლს, ეგრევე ვრევი. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 8 წლის. ეს საჭმელი იყო ფანკეიკები. ახლა ყველაზე კარგად გამომდის პელმენის გაკეთება. ჩემი საყვარელი საჭმელია სუში. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დევიდ უილიამსის ცუდი მამა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემ თავგადასავალზე. ჩემი საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. ჩემი აზრით მაქვს მსახიობის ნიჭი და სიამოვნებით ვითამაშებდი ჰერმიონას როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ვიქნებოდი ძალიან მდიდარი ადამიანი. ბევრი ფული რად მინდა და ყველა გაჭირვებულს დავეხმარებოდი.
პირადად ჩემთვის ვიყიდი კერძო სახლს და 2 მანქანას. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთ შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე? მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემ მეგობარ სესილია გოგოაძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. უნდა იყოს თუ არა ადამიანი უკვდავი? ჩემი აზრით ადამიანი უნდა იყოს უკვდავი, ან მინიმუმ 200 წელი უნდა ცხოვრობდეს. ჩემი ოცნების საჩუქარია მილანის საგზური. ჩემი და იქ ცხოვრობს და სიამოვნებით ჩავიდოდ. ბედნიერება არის სიმღერა, კარგი ოჯახი და მილანში მოგზაურობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.